სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ადურთას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 2020 წლის 19 აპრილს, ეს არის პანდემიის დრო, COVID-19-ის დრო და მას წერენ ამის ვიდეო არ არსებობს, ეს აუდიო და რადიო იმითი იყო ალბათ გაჟღერებული და მე მოვიძიეს PDF-ი ეს ჩანაწერი და ზუსტად აქედან არის ეს მოწოდებული. იოანე სვავს კითხვას, შემდეგ კითხვას, რას ნიშნავს სულით სიარული. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს შესანიშნავი გაგრძელება იქნებოდა წინა კითხვისა, სადაც ლაპარაკი იყო სტაგნაციაზე, სულიერ სტაგნაციაზე და სულიერ ზრდაზე. და ეს გარკვეულწილად მოიცავს იმასაც. მოციქული პავლეს თანახმად, მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს. თქვენ ან დადიხართ სულით, ან დადიხართ ხორცში. სულით სიარული უბრალოდ სიარულია და ეს მეტაფორაა იმისა, რომ თქვენ ცხოვრებაში ნაბიჯ სულიერად ისდებით. ასე რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენ სულიერად მოძრაობთ და არა ხორცით. თქვენ მოქმედებთ და იქცევით სულის, ღვთის სულის თანახმად. ან მეორე პირიქით, ხორცის საპასუხოდ. ახლა თქვენ თუ არა ხართ მორწმუნე, თუ არა ხართ ქრისტიანი, თქვენ არა გაქვთ ალტერნატივა, თქვენ მხოლოდ ხორცით დადიხართ. თქვენ მოქმედებთ ხორციელი ვნებებით და ეს არის ყველაფერი, რაც თქვენ შეგიძლიათ, იმიტომ რომ თქვენ არ აყავთ სული წმინდა. ბიბლია ძალიან ნათლად საუბრობს ამაზე. თუ არ აყავთ ქრისტე, არ გაქვთ მისი სული. თუ არ გაქვთ მისი სული, ყველაფერი თქვენ რაც გრჩებათ, ეს არის თქვენი ხორციელი ბუნება, ასე რომ თქვენ მთლიანად ხორციელად მოქმედებთ. და ეს შანს თვალების ვნებაში ჩდება გამოიხატება ხორციელ ვნებასა და ცხოვრებისეულ სიამაყეში. ასე რომ თქვენ ვნებით, სურვილებით და სიამაყით მოქმედებთ. და ეს არის თქვენი სიცოცხლე. ეს არის სიცოცხლე ცოდვად დაცემული ადამიანის გულში. ამიტომ თქვენ არჩევანი არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ ხორციელი ხართ. ხორციელად დადიხართ, ხორციელად ფიქრობთ, ხორციელად მოქმედებთ და ეს ყველაფერი ხორციელია. და ხორციელი საქმეები წარმოშობს ცოდვას, რთულ ცოდვას, ხოლო საბოლოოდ სიკვდილს. მაგრამ როდესაც ქრისტესთან მიდიხართ, როდესაც ქრისტეს აღიარებთ, უკვე თქვენ ცხოვრებაში სული წმინდა შემოდის და ის მკვიდრობს. ახლა უკვე სული გიძღვება წინ, რათა შეძლოთ სხვა ძალით სიარული, სულის ძალით, რომელიც აქამდე არასოდეს არ ქონიათ. და ეს არის მასში მყოფი სულიწმინდის ძალა. სულიწმინდა არის ღმერთი და ღმერთი თქვენში მკვიდრობს, ახლა თქვენ ღვთაებრივი ძალით დადიხართ. ასე რომ პირველად, როგორც მორწმუნეს, უკვე შეგიძლიათ აღასრულოთ სულის ნება. არა მარტო მხოლოდ ხორციელი ნება, არამედ სულის ნება, რაც მას ნებავს, რაც მას სულს. ეს არის ყველაფერი, რაც კარგია, სამართლიანია, წმიდა, სათნო და მართალი. გახსოვთ პავლე რას გვეუბნება. ასე რომ ეს არის თქვენი ცხოვრების ახალი მიმართულება და სულიწმინდა უკვე მოქმედებს და ამის გაკეთებაში თქვენ გაძლიერებთ. მაგრამ როგორც მორწმუნეს, ასევე ისიც მართალია, რომ ხორცი ჩვენ კვლავ რჩება და ამის გაგების საუკეთესო გზა ასეთია. თქვენ ახალი ქმნილება ხართ, ღვთის სული ახლა თქვენში ცხოვრობს. თქვენ გაქვთ სულით სიარულის ძალა, მაგრამ სულით გაძლიერებული ეს ახალი ადამიანი კვლავ გამოუსყიდველ ადამიანურობაშია ჩაკეტილი. თქვენ კვლავ გაქვთ ეს ადამიანური ბუნება, ხორციელი ბუნება. ჯერ კიდევ არ მოგიშორებით იგი. ამიტომ ამბობს პავლე, გახსოვთ რომელთა მერვე თავში, რომ ჩვენ ველოდებით ამ სხეულის გამოსყიდვას, როდესაც გამთავისუფლდებით ამ ხორცისაგან, რომელიც კვლავ რჩება ჩვენში. და ასევე ის აგრძელებს თავიდან მე-7 თავში, იგივე რომელთა წერილში, და მას უწოდებს სიკვდილის სხეულს. და ეს არის უბრალოდ მეტაფორა იმისა, რაც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე. ძველ დროში ერთ-ერთი გზა იყო სიკვდილით დასჯის, როდესაც ადამიანი თავის მიერ მოკლული გვამს ზურგზე აკიდებდნენ და ეს გვამი მას უნდა ეტარებინა და აეტანა ეს. და რა თქმა უნდა, როდესაც გვამი იწყებდა დაშლას, ხომ, გახრწნას, ეს ამ კვლელსაც გადაეცემოდა და ეს საშინელი სიკვდილი იქნებოდა. და პავლე ზუსტად ამას იხსენებს და საკუთარ გამოცდილების სურათად იყენებს. ის ამბობს, მე ვგრძნობ, რომ სიკვდილის სხეული ჩემთან არის.
ჩემთან არის დაკავშირებულიო, რადგან ჩემ გონებაში მე მიყვარს ღმერთის კანონი, რჯული და მინდა დავემორჩილო ღვთის რჯულს, მინდა შევასრულო ის, რაც ღვთის ნებაა, კეთილი და სათნო, მინდა რომ სულით ვიარო, მაგრამ ხედავ სხვა პრინციპს, რომელიც ჩემს ხორცში და მებრძვისო. ასე რომ, როდესაც ღვთის სიტყვას ემორჩილებით, როდესაც აკეთებთ იმას, რაც ღმერთს პატივსცემს, თქვენ ამას სულის ძალით აკეთებთ. როდესაც ისევ ხორციელი იმპულსებს უბრუნდებით, ცხადია ხორცში დადიხართ. სწორედ ამიტომ პავლე ამბობს, ნუ ივლით ხორცში, არამედ იარეთ სულით. აქედან მოდის ეს ზუსტად ეს ტერმინი სულში სიარული. და თქვენ ამ არჩევანს აკეთებთ, როდესაც ირჩევთ, რით შეივსებთ თქვენს გონებას და რით რა აზრებს ბატონებთ თქვენს თავში. და ბუნებრივია ეს ღვთის სიტყვის მეშვეობით ხდება. რაზეც ჩვენც ვილაპარაკეთ ბიბლიის კითხვაზე, ხომ? როცა შენ ინტენსიურად ბიბლიით შეავსებ შენს გონებას, შენ აზრებს, ბუნებრივია ამას შესაბამისი ნაყოფიც ექნება. რასაც ადამიანი ფიქრობს, რა აზრებსაც ატარებს, ადამიანი სწორედ ეს არის. ასე რომ თუ თქვენს გონებას ავსებთ იმით, რაც ხორცს ასტიმულირებს, ნუ ივლით, რომ თქვენ სულში ივლით. როცა უყურებთ ესეთ იღებთ მონაწილეობას ისეთ ურთიერთობაში, ზიხართ ავყიათა საკრებულოში, უსმეთ ისეთ ტელეგადაცემას, მუსიკას, ფილმებს, რომელიც ხორცს კვებავს. ბუნებრივია თქვენ სულით ვერ ივლით. მაგრამ თუ თქვენ გონებას სულიწმინდის საგნებით ავსებთ, ამის მერე თქვენ შეგიძლიათ, რომ ბუნებრივია სულით იაროთ. მადლობა კითხვისათვის.